სწორედ ამ წუთებში იწყება მედიის სოლიდარობის საზმაოდან დაძრული აქციის მონაწილეები შემოერთდნენ ფილარმონიაში შეხვდებილ ადამიანებს და ამ წუთებში ყველანი ერთად მიმართებიან ქვეყნის ცენტრალური გამზირისკენ. თქვენ აქ ხედავთ წარწერას მზია ამაღლობელის სიტყვებს იბრძოლეს სანამ გვიან არ არის სოლიდარობა მზია ამაღლობელს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი მედიის წარმომადგენლების. დღეს არ იქნება თავისუფალი სიტყვა, არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება სიმართლე. აუცილებელია რომ არსებობდეს თავისუფალი მედია ქვეყანაში. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სწორედ თავისუფალ დამოუკიდებელ მედიას. ნინა ზურიაშვილი არის ჩვენთან ერთად. კალბატონო ნინო, მოგესალმებით. მოგვიყევით რა საფრთხის წინაშე დგას ქართული მედია დღეს და რამდენად აუცილებელია მაყურებელი იდგეს ახლა სწორედ ქართული მედიის დასაცავად. ხელისუფლებამ სოლიდად რუსეთზე მიმდინარეობს აბსოლუტური რუსიფიკაცია, ახალი რუსული კანონების მთელი პაკეტი შემოიტანა. ფაქტობრივად უნდა რომ გაანადგუროს ქართული მედია და ქართული არასამთავრობო საზოგადოებრივი სექტორი. ხალხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ხალხი, რომელიც ემსახურება გამჭვირვალებას, ანგარიშვალდებულებას, ამ ხალხს ანადგურებს დღეს ჩვენ მთელი ხელისუფლება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიოთ ამას. რატომ მეშინიათ ასე ძალიან ჩვენ ბოლო 1 წელია ვხედავთ რომ განსაკუთრებული სამიზნეა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის ის, რომელიც ამხელს და რომელიც ხალხის ხმას აჟღერებს, რომელიც სიმართლეს ემსახურება. ზუსტად ეს არის სიმართლე, რაც ეზიზღება საქართველოს ხელისუფლება და რისიც ეშინია საქართველოს ხელისუფლებას. ზუსტად ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გვანადგურებენ, უნდათ რომ გაგვანადგურონ. ჩვენ თლათ ესეთი ხელსამოსაკრავი ხალხი არა ვართ და ყველა ბოლო ენერგიის ბოლო კილოჯოულამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. აუცილებლად მადლობა ნინა ზურიაშვილს ნესტან ცეცხლზე არის ჩვენთან კალბატონო ნესტან. მე მინდა რომ მკითხოთ აუცილებლად მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც უკვე რამდენიმე თვეა ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება ქართულ მედიას მძიმე დღეები უდგას დღეს და ყოველდღიურად დრაკონულ კანონებს იღებს ქართული ოცნება იმისთვის რომ დაფინანსება ვერ მოიპოვოს თავისუფალმა და დამოუკიდებელ მედიამ რომ არ არსებობს. რა საფრთხეაშია დემოკრატია თუ ქვეყანაში არ იქნება თავისუფალი მედია? დემოკრატია უკიდურეს საფრთხეშია. ამ რეჟიმს უკვე ყავს პატიმარი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს არწოლია, არ ვიცი, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ქალი პატიმარი ჟურნალისტი, არ ვიცი, აქ მე პირადად ვარ იმისთვის, რომ მოვითხოვო მზია ამაღლობელს, რომელიც არის სრულიად უკანონო, პატიმარი და ტყვე, მისი გათავისუფლება. ამ რეჟიმს არც დაჭირვებია არავითარი კანონი რეპრესიული, რომ მზია უკანონო პატიმრობაში ყავდეს, თუმცა მთლიანად მედიის გასაჩუმებლად ის ყოველ დღე ახალი რეპრესიული კანონის ინიცირება და მიღება ხდება და ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ჩვენ გვჭირდება მოქალაქეების სოლიდარობა, იმიტომ რომ მოქალაქეებისთვის ვარსებობთ მედია, მათ სჭირდებათ ინფორმაცია თავისუფლებისთვის და რა ვიცი, ეს არის ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა კალბატონო ნესტან. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარი სამიზნე ქართული ოცნებისთვის არის სწორედ თავისუფალი მედია, ადამიანები, რომლებიც რეალობას უყვებიან მაყურებელს, შესაბამისად არავის არ უყურს, რომ სწორედ სამიზნედ თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამოიღო ოლიგარქის რეჟიმმა. მირანდა ბაღათური არის ჩვენთან ერთად 5 ივლისთან დაკავშირებით მუდმივად საუბრობთ ჟურნალისტები და დღეს მადევნები თვალ სოციალურ ქსელში თქვენ ეს აშკარავაზე საუბრობდით. 5 ივლისიდან დაიწყო მედიის დევნა ოლიგარქის რეჟიმმა, განსაკუთრებით გამოაჩინა ოლიგარქმა კლანჭები. რას გვეტყვით თქვენ მირანდა, რა არის თქვენი სათქმელი, რატომ არის აუცილებელი მედიის დაცვა დღეს?
ხო, ვიტყვი რომ 5 ივლისამდე ლოკალურად, პასიურად იყო ჩვენს მიმართ აგრესია, მაგრამ 5 ივლისმა რეალურად დაგვანახა, რომ სადამსჯელო ღონისძიება ჩვენი ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების რაღაცა მიზანში ამოგვიღო ხელისუფლება. მაშინ ეს მიკროფონი მეჭირა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და მყავდა გადასაღებ მოედანზე ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. და ხო, ჩაკეტილ სივრცეში პირველი ხელისუფლების აგრესია ამ ადამიანებმა შეასრულეს ხელისუფლებამ ტიტუშკების ხელით. დღეს კი ვხედავთ იმას, რომ უკვე პოლიციელები უსწორდებიან ჟურნალისტებს. ხო, ერთი რამ მაქვს სათქმელი, რომ მედიას ვერავინ ვერ მოერავა და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ აქ დღეს ლექსო ყოფილიყო და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სოლიდარობის მარში საერთოდ არ ყოფილიყო საჭირო, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ყველა ერთად მოვერავით ქართულ ოცნებას. აუცილებლად მადლობა მირანდა. ბაღეთურია ჩვენ შეგვიძლია რომ მოდნავ წინ გადავინაცოთ ეტაპობრივად აქ გესმის შეძახილები არ დაგითმობთ ამ ქვეყანას მომავალი ჩვენია და ქართული მედია უნდა იყოს თავისუფალი და მოუკიდებელი და ოლიგარქის რეჟიმი ვერ შეძლებს რომ გააჩუმოს ჟურნალისტები. მაკა ანდრონიკაშვილი არის ჩვენთან ერთად. მაკა ვხედავთ რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა მედიის სოლიდარობის მარშში. აქ არიან თქვენი მაყურებლები, რომლის წინაშე ხართ თქვენ პასუხისმგებლები. სწორედ მედიას დახმარება ჭირდება დღეს. ეს არის მთავარი გამოწვევა ქართული მედიისთვის ახლა. მედიას ჭირდება მხარში დგომა უფრო ვიდრე დახმარება, იმიტომ რომ ყველა ის კანონი, რომელსაც ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს დამოუკიდებელი მედია, რომელიც მას ყელში ძვალად აქვს გაჩხარილი, იმიტომ რომ მედია არის ერთადერთი, რომელიც ახლა ღიად საუბრობს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია უკვე ბევრი წელი არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის არსებობა, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის ხმა ისმოდეს ისევ ღია ეთერებში, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა საუბრობდეს საკუთარ პრობლემებზე და თითოეულ ადამიანს ჰქონდეს იმედი ჩვენი, რომელიც მგონია რომ ამ დრომდე ჩვენ მათთვის არ გაგვიცრუებია. კი, დღეს მედიას ჭირდება მხარში დგომა ნამდვილად. ბაზარიან დიდი მედიას ხარში დგომა ჭირდება იმ მაყურებლების, რომლებიც თვალს ადევნებენ რეალურ ამბებს, რომელსაც უმალავს ქართული ოცნება. ეკა მიშველაძე არის ჩვენთან ერთად. ეკა, რას გვეტყვი, რა გამოწვევის წინაშე დგას ქართული მედია? პრობლემები ბევრია და ბოლო რამდენიმე წერია ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ოცნების განსაკუთრებული ერის ჟურნალისტებზე. რატომ ეშინიათ ესე ძალიან მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები. პრინციპში 5 ივლისის შემდეგ ჩვენ აღარაფერი აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ ისეთი რამე იკადრა ქართულმა ოცნებამ, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერი, რომ არ ვიცი რაღა გაგვაკვირვებდა, მაგრამ თანდათან მართლაც უარეს საკეთებენ და ეხლა რაღაც საბოლოო ზღვარზე მივიდნენ, საბოლოო წერტილზე, რომ საერთოდ უნდათ მედიის გაქრობა, მედიის აკრძალვა, ერთიანად ყველას მოსპობა. ეს არის მათი მთავარი მიზანი, რომ ხალხი არ იყოს ინფორმირებული, არაფერი გაიგონ მათი კორუფციული სქემების, მათი დანაშაულებრივი მოქმედებების, მათი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, რომ სრულმა სიბნელემ და სიყრუემ დაისადგუროს და სიჩუმემ დაისადგუროს ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ვალია და ჩვენ როგორც ამ ქვეყნის და აი ამ ბრძოლაში ჯარისკაცებმა, რომელსაც უდიდესი მისია აქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. რა შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველაფერზე, ვილაპარაკოთ ხმამაღლა, გავაპროტესტოთ ყველაფერი, ჩვენ გვაქვს ერთმანეთის იმედი, უდიდესი სოლიდარობა და ჩვენი მაყურებლის იმედი, რომელმაც ჩვენს გვერდით უნდა იდგეს და არ უნდა დავუშვათ ის რა მიზანიც აქვს ქართულ ოცნებას. ასე რომ მე მაინც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიცი რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით, ამ ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება. მადლობა ეკა მიშველაძეს. ჩვენ ხედავთ რომ ახლა სწორედ სოლიდარობის მარში მიემართება ქვეყნის ცენტრალური გამზირისკენ. აქ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები დგანან ერთმანეთის გვერდ. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი აუცილებლად, რომ ზუსტად 10 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ დაანონსეს
პროგნოზებული 24 საათიანი საპროტესტო აქცია იქნება და აქ აუცილებლად უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ არა თავისუფალი და მოუკიდებელი მედია ვერასდროს ვერ გაიგებდა, რომ სინდისის პატიმრები ყავს ქვეყანას, რომ ისინი აბსურდული ბრალდებებით არიან გამოკეტილი ციხეში და რატომ ვერ გაიგებდა ვერასდროს? იმიტომ რომ ხელისუფლებას დამორჩილებული მედია ხშირ შემთხვევაში არც კი აჩენს და არც კი აჩვენებს მათ საქმეებს, მათ სასამართლო პროცესებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები იყვნენ იმ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელსაც ეყოლება თავისუფალი მედია. თათო პირდაპირ ეთერში ვარ და მინდა რომ თქვენს კითხოთ აუცილებლად მედიის წარმომადგენლები მუდმივად ყოველდღიურად წნეხში არიან, ცენზურა, დევნა, ყოველდღიურობა გახდა ქართული მედიის რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ სამიზნეში ყავთ ამოღებული სწორედ თავისუფალი ჟურნალისტები. რატომ თქვენი აზრით ახლა რა გაუჭირდა ისე ქართულ ოცნებას, რომ ყოველდღიურად ახალ წნეხში ამყოფებს მედიას? ქართულ ოცნებას დიდი ხანია უჭირს ის, რომ ეშინია თავისუფალი სიტყვის. ერთადერთი რაც მათ არის თავისუფალი სიტყვა, იმიტომ რომ რაც არ უნდა მათ ერთი შეხედვით ეძახათ, რომ თავებს ითვლიან, სინამდვილეში ყველაზე კარგად იციან რა რაოდენობაა გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეებისთვის და თავისუფალი მედიაც არის ის სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ შეგვჭა, სადაც ჯერ კიდევ საუბრობთ და ხო, ყველაზე დიდი სამიზნე, თუმცა მგონია რომ ყველაზე მწარე მარცხი ზუსტად მანდელით, სადაც თავისუფალ სიტყვის ჩახშობას შეეცდებია. თათო შარიკაცეს თაია ცისკარიძე არის ჩვენთან ერთად. თაია, რას გვეტყვი ქართულ მედიაზე? თქვენ ხართ მაყურებელი, რატომ ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს თავისუფალი მედია? როგორც მაყურებელი, რას ფიქრობთ? დასაცავია დღეს ქართული მედია? დღეს, როდესაც მთავრობის პირობებში რომელმაც გააუქმა პროკურატურა, გააუქმა სასამართლო, ყველაზე კარგად ჩანს მედიის საჭიროება, რომელიც ყოველკვირეულად, როგორც საგამოძიებო სამსახურები, რასაც უნდა აკეთებდნენ, კორუფციულ გარიგებებს იძიებს და მე პირადად როგორც მოქალაქეს, როდესაც თქვათ რაღაც ტიპის პრობლემა შეიძლება ან საფრთხე მქონდეს ხო, მახსენდება მედია, რომელთანაც შეიძლება საჯაროდ ვისაუბრო და ამ საჯაროობით დავიცვა ჩემი თავი იმ სისტემისგან, რომელიც დღეს ვყავს. ერთ დავამატებ. როდესაც 2012 წელს 7 და 8 წელს TVIM-ს ჰქონდა პრობლემები, მე ვიყავი სტუდენტი და ვიყავი საჯარო მოხელე, რომელიც გამოვდიოდი და ფიზიკური საფრთხის ხარჯზე ვიცავდი მათ. მართლა გულწრფელად, რომ მათი თავისუფლება დაცული ყოფილიყო და დღეს როცა იგივე საკეთებდნენ, ჩვენ იქ იმიტომ კი არ ვიყავით, რომ ერთეული პიროვნებები დარჩილიყვნენ. ვიყავით იმიტომ, რომ ის სისტემა, რომელიც იყო მანკიერი და იყო უკანხევდა ქვეყანას, ეს სისტემა დაშლილიყო და ამიტომ მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმ გმირობისთვის, რასაც გასაკეთებთ და დარწმუნებული ვარ ერთად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ მედიის სოლიდარობის მარშის მონაწილეები. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყანას ყავდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც არ არიან ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცეული. მსვლელობით აქციის მონაწილეები მიემართებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ბუნებრივია პროცესების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.